პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მუხლობრივი მოსმენა დაასრულა. შედარებით კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. საუბარია მე-12 უნივერსალურ მუხლზე, რომლის მიხედვით სასჯელი 1/4-ით რა უნახავდება იმ პირებს, რომელთაც კანონპროექტით რათვალისწინებული სხვა მუხლები არ ეხებოდა. დეტალები 12 ფებრუართობა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში 12 გისმენთ. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობდა. შედეგად კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. საუბარია მე-12 უნივერსალურ მუხლზე, რომლის მიხედვითაც სასჯელი 1/4-ით გაუნახავდებათ იმ პირებს, რომლებსაც კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა მუხლები არ ეხებოდათ. საუბარია პირველიდან მე-11 მუხლამდე. თუმცა მიუხედავად ამისა, საპატიმროში რჩებოდა 540-მდე მსჯავრდებული, რომელსაც აღნიშნული მე-12 მუხლიც არ ეხებოდათ. საბოლოო ჯამში კი გადაწყდა, რომ აღნიშნულ 540-მდე მსჯავრდებულსაც სასჯელი 1/4-ით გაუნახავდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მოთხოვნით კი სასჯელი გაუნახავდებათ იმ პირებს, რომლებიც საპატიმროებში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება შენახვა გადაზიდვისთვის სხედან. სიახლეა ის, რომ სასჯელის შემსუბუქება 1/4-ით იმ ჟავდებულებისთვის, ვისაც ამნისტია არ ეხებოდა, ყველა შეეხოს, ამას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეს ძალიან ხუმანური და სამართლიანია, რომ თუ არ ეხებოდა, ვთქვათ, ძალიან დიდ ნაწილს, მაგრამ მცირეს არ ეხებოდა, უსამართლობა იქნებოდა, რომ ჩვენ ვინმე გამოგვეტოვებინა. ამიტომ მე პირადად მიმაჩნია, რომ ძალიან სამართლიანი იყოს გადაწყვეტილება მიღებული. დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ 15,000-ზე მეტ პატიმარს ეხება სხვადასხვა ფორმით. ზოგს სასჯელის განახევრებით, ზოგს 1/4-ით შემცირებით, ზოგს საერთოდ განთავისუფლებით. ზოგადად ახლა ჩვენი მიდგომა ამ პროექტთან დაკავშირებით იცით, რომ სამართლებრივად ეს ჰუმანური აქტია და შესაბამისად ძნელია წინააღმდეგი წახვიდეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასათვალისწინებელი არის ის შედეგები საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება ასეთი მასშტაბის ამნისტიამ გამოიწვიოს. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომა, სადაც საპარლამენტო უმცირესობამ საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირების ინიციატივა დააყენა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონპროექტს ისინი მხარს ბიუჯეტში თანხების დაზოგვის გამო არ დაუჭერენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რითაც დასურდება, რომ ამ მთავრობის ასე ვთქვათ, ორიენტირი არის არა გადასახადების შემცირება და უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნა, არამედ შემოსავლების, უფრო მეტი შემოსავლების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან დააზარალებს. ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი უმცირესობის ინიციატივა არის პოპულისტური, რომელიც აცხადებს, რომ მოდით ახლა 20% საშემოსავლო შევამციროთ 18%-მდე. და დღეს ახლა მათგან იმის მოსმენა, რომ 20-დან 18%-მდე შემცირდება და 200 მილიონი ლარი მოდით დარჩეს მოსახლეობაში, ჩვენ მიგვაჩნია ეს მომავლის საქმეთ, არანაირად რეალობას არ შეესაბამება. ისინი 8-9 წელი მთავრობაში იყვნენ და შეეძლოთ ესეთი ნაბიჯები გადაედგნენ. ამ წუთებში კი პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები სახელმწიფო დაცვის სამსახურის ადმინისტრაციული სახთელისგან გათავისუფლებისა და მაჟორიტარების ბიუროების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. დიდი მადლობა 12 ფებრუართობა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში.